გამარჯობა, მოგესალმებით, ეს არის ბოლო სიტყვა, მე ვარ ბექა პატურაშვილი, გიორგი ცხვითავა, მიხეილ ხეცოიძე ყავს ხაზზე ისრაელიდან, სამწუხაროდ დღეს ბრიუსელი, ვარშავა და ვაშინგტონი არ გვეყოლება. არა უშავსო როგორ თქვათ, ეხა სერიოზული დანაკლისია, მაგრამ ეს ტრიოც მე მგონი საინტერესო დისკუსიას ამოვწევთ, ესე მგონია, იმიტომ რომ ისრაელის გარშემო მნიშვნელოვანი პოლიტიკური ამბები ხდება. ახლო აღმოსავლეთში ახლა ტემპერატურა ვინმეს რო კითხო დაწეულია, მაგრამ ჩვენ შევთანხმდით, რომ ჯერ არაფერი არსად დაწეული არ არის. ამიტომ მიშასთან გავივლით ბოლო მნიშვნელოვან თემებს, რაც ეხება ირანს და შტატებს შორის რაღაც შეთანხმების პუნქტებს პრინციპში, რომელიც გავრცელდა. ამის შესახებ ისრაელის პოზიცია როგორია, ეს არის უმთავრესი ამბავი, არ მგონია რომ მიშაკმაყოფილი იყოს იმით, რაც ხდება. მოკლედ, საინტერესო დისკუსია წინ გვაქვს და ახლობებით 1 საათის განმავლობაში ვეცდებით, რომ კვირის მნიშვნელოვანი პოლიტიკური, გეოპოლიტიკური ამბები მიმოვიხილოთ, რადგან ისრაელი გვეყოლება ხაზზე, ეს იმას არ ნიშნავს, რომ უკრაინის საკითხებს არ შევეხებით. დიდი შვიდეული სამიტი, იქ ნატო სამიტი ახლოვდება, უკრაინის პოზიციები თანდათან უფრო იკვეთება, რომ მყარდება და ამ ყველაფერს შესაძლოა ისიც კი დაემატოს, რომ ახალ სპირალში შევიდეთ, ტრამპის შემოbrunება ვნახოთ მორიგი, თუმცა კაცმა არ იცის ეგ შემოbrunება რამდენხანს გაგრძელდება და რამდენად ხარისხიანი იქნება, როგორც წესი, გამოცდილებამ ეს აჩვენა, რომ მისი პოზიციები ძალიან ხშირად ძალიან ბევრ საკითხზე იცვლება ხოლმე. არა მიშა. პირველ რიგში იერუსალიმს ეხება ეს. მოკლედ, დიდი მადლობა ჩვენს მაყურებლებს, ვინც ტრადიციულად გვიერთდება, გვიყურებს, მუდმივად თვალს გვადევნებს, გამჩნევთ კომენტარებში, მათ შორის ერთ და იგივე სახელებს და გვარებს და ძალიან გვიხარია თქვენი მუდმივი ჩართულობა. ჩვენი არხი იზრდება, გამომწერები თანდათან გვემატებიან, თუმცა უფრო მეტი ტემპი არის საჭირო, ამიტომ გამოგვიწერეთ. ურჩიეთ არხის შესახებ სხვებსაც. დიდი მადლობა ასევე კავკასიას, რომელიც ტრადიციულად გვითმობს ხოლმე თავის საეთერო ბადეში ადგილს და დროს. დიდი მადლობა ამისთვის. დავიწყოთ, მიშა. მოკლედ, გავრცელდა 14 პუნქტის შესახებ ინფორმაცია. სხვადასხვა ჯერ იყო, რაღაც ირანული ვერსია, ასე ვთქვათ, ხო? სადაც ცოტა მათი უფრო მეტად მათ სასარგებლოდ იყო პუნქტების ჩამონათვალში ეს შინაარსი. შემდეგ მათ შორის დადასტურდა უკვე უფრო ესეთ წონიანი საერთაშორისო გამოცემების მხრიდან, რომ ამერიკელები მათ შორის თანახმა არიან, რომ ნაწილობრივ გამბლოკონ ირანის დაბლოკილი ფინანსური რესურსები, ვთქვათ, მისცენ მათ ნავთობის გაყიდვის შესაძლებლობა და ასე და ასე შემდეგ. პრინციპში ისე არ ყველაზე რბილად რომ ვთქვათ, ისე არ გამოიყურება ეს ჩამონათვალი პუნქტების, როგორი რიტორიკაც ჰქონდა სულ 2 თვის წინ ტრამპს, რომელიც არაერთ გამოსვლაში ითხოვდა ფაქტობრივად სრულ კაპიტულაციას, ამბობდა, რომ თქვენ უბრალოდ უნდა დანებდეთ და მორჩა. არანაირი ბირთვული იარაღი არ იქნება ირანს. ჩვენ ბლოკადას გავაგრძელებთ იმ დრომდე, რამდენიც საჭირო იქნება. ჰორმუზის სრუტეს ჩვენ ვაკონტროლებთ, მათ არაფერი არ ყავთ, არც ფლოტი, არც ავიაცია. მოკლედ, სრულ კაპიტულაციას ითხოვდნენ, თუმცა მე ვერ დავარქმევდი ახლა მთლად კაპიტულაციას იმ პუნქტების ჩამონათვალს, რაც ყოველ შემთხვევაში ამ ეტაპზე ვიხილეთ. აქვე განვმარტოთ, რომ ეს არ არის საბოლოო შეთანხმების პუნქტები, ასე ვთქვათ, ეს არის წინაპირობა, ხო, ასე ითქვა, რომ ეს იქნება თქვარი პირველი ნაბიჯი და შემდეგ უკვე იქნება ორთვიანი ვადა. იმისთვის, რომ ამ პირველი გადადგმული ნაბიჯებით და ერთგვარი კომპრომისებით, მათ შორის სრუტის გამბლოკვით, შეეწყოს ხელი საბოლოო შეთანხმებამდე მისვლას. აი ამ საბოლოო შეთანხმებაში კი შტატების პოზიცია არის ასეთი, რომ აუცილებლად უნდა გათვალისწინებული იყოს ის, რომ ირანი არ აწარმოებს ბირთვულ იარაღს. თუმცა ყველაზე დიდი კითხვის ნიშანი არის ჩამოკიდებული ახლა ეგრეთ წოდებულ პროქსებთან მიმართებაში და აი აქ შემოდის სწორედ ლიბანის საკითხი, ჰეზბოლას საკითხი, რაც განსაკუთრებით მტკივნეული არის ისრაელისთვის და მოდი მიშასთან გადავიდეთ ესეთი კითხვით, რა პოზიცია აქვს ახლა ოფიციალურ ისრაელს, რას გეგმავენ ისინი ჰეზბოლასთან მიმართებაში, მიუხედავად იმისა, რომ ტრამპს აქვს თავის დღის წესრიგი. გამარჯობათ, მიხარია რომ თქვენთან ვარ ისევ. პირველ რიგში და ახლა ისრაელში ჩვენ თუ საუბრობთ იმ დრაფტ ფორმატზე, რომელიც გამოქვეყნდა სხვადასხვა მედია საშუალებებმა გაავრცელეს, ისრაელში ამას არ ცნობენ, არ აღიარებენ, ელოდებიან საბოლოო პასუხს და სხვა შორის
რაოდენ წარმოუდგენელიც არ უნდა იყოს, ორი ქვეყანა ომობდა ერთად, ომი დაიწყეს ერთად, მოკავშირე ქვეყანა, მეგობარი ლიდერები და აღმოჩნდა, რომ უშუალოდ შეთანხმების პუნქტები ნეთანიაჰუს უცნობია. და ახლა როდესაც ოფიციალური იერუსალიმის თხოვენ ჟურნალისტები პასუხს, რა შეთანხმების პუნქტებიც გავრცელდა, ამაზე ოფიციალური იერუსალიმის პასუხი არის ასეთი, რომ ისინი ამას არ ცნობენ, ელოდებიან საბოლოო შეთანხმებას, რომელიც პარასკევს უნდა იქნას ხელმოწერილი, თუმცა ახლა ამ რომ არ დავიწყოთ სპეკულაცია, არ ვიცით ზუსტად რა პუნქტები იქნება. ვიცით, რომ დაახლოებით უნდა იყოს 15 პუნქტი, საქმე ეხება ორმუზის სრუტეს, ირანის ბირთვული იარაღის საკითხს, ასევე ეხება ვაჭრობას, ასევე ეხება გაყინული აქტივების დაბრუნებას და ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემატური რაც არის ისრაელისთვის, არა მხოლოდ ბირთვული საკითხი, ბირთვული უგამდიდრებული ურანის ნაწილში, არამედ ლიბანის საკითხი არის ერთ-ერთი ყველაზე პრობლემატური, იმიტომ რომ ორივე მხარე სხვადასხვანაირად არგნის. ამერიკის პრეზიდენტმა თქვა, რომ ნეთანიაჰუ ძალიან კარგი მიუხედავად იმისა, რომ 2 კვირის წინ და 1 კვირის წინ გიჟი ლიდერი უწოდა და ბოლო დროს მის სატელეფონო ზარებს არ პასუხობდა, ახლა დღეს დონალდ ტრამპს აქვს ასეთი განცხადება ჰქონდა, რომ ნეთანიაჰუ საუკეთესო ლიდერია, უბრალოდ ნეთანიაჰუს სამხედრო გზით სურს პრობლემის მოგვარება, რასაც ტრამპი არ ეთანხმება და ამან წარმოშვა ეს უთანხმოება. მაგრამ არ ეთანხმება ძალიან უცნაურია რა. ორი თვე ბომბავდა და ეხა აღარ ეთანხმება ცოტა. ხო, ეხა არ ეთანხმება, იმიტომ რომ ნეთანიაჰუ შესანიშნავი ლიდერია, უბრალოდ ზედმეტად მებრძოლიო, დაახლოებით ასე შეიძლება. ხისტი, ასე შეგიძლია თარგმნოთ. მაგრამ ყველაზე მთავარი რაც არის ოფიციალური იერუსალიმიდან ამ დრომდე რაც ვიცით, რაც მედიაშიც გაჟღერებულია და რაც იერუსალიმისთვის წითელი ხაზი არის, ის რომ ნეთანიაჰუმ თქვა ასეთი რამ, რომ ირანს ბირთვული იარაღი არ ექნება მისი პრემიერობის ვადაში და ისრაელის შეიარაღებული ძალები არ დატოვებენ ლიბანს. ისრაელის შეიარაღებული ძალები თუ არ დატოვებენ ლიბანს, ავტომატურად უკვე წინააღმდეგობაში მოდის იმ შეთანხმებასთან, რაც ახლა გავრცელდა, იმიტომ რომ ამ ჩარჩო შეთანხმებით, რაც ამ წინასწარ ჩამოწერილ პუნქტებში წერია, უცნობია ჯერ ეს ასე იქნება თუ არა. ყოველ შემთხვევაში ახლა წერია, რომ ისრაელმა სამხედრო სახმელეთო სპეცოპერაცია უნდა შეწყვიტოს ლიბანში და ისრაელში ამბობენ, რომ ამას არ გააკეთებენ. შეწყვიტოს ცოტა ინტერპრეტაციის საშუალებასაც იძლევა, არა? შეიძლება ამაში იგულისხმო დარტყმების შეწყვეტა, შეიძლება იგულისხმო გამოყვანა, შეიძლება იმან თქვას რომ გამოყვანის შემთხვევაშიც ინტერპრეტაცია არის, იმიტომ რომ დაუყოვნე, მყისიერი გამოყვანა შეუძლებელია აბსოლუტურად, იმიტომ რომ ვერ აიღებ ამ ქვედანაყოფებს, იმ ჯარებს ვერ აიღებ ესე და ვერ გადადგავს სხვაგან. გამორიცხულია მთელი მთელი ლოგისტიკა, მთელი ტექნიკა, მთელი უზრუნველყოფა, რებები, ესენი უამრავი რამ და სხვათა შორის ისრაელის არმიამ მიშა იტყვის აუცილებლად ვრცლად ამის თაობაზე, ისრაელის არმიისთვის აღარ არის მოულოდნელობა და სიურპრიზები ოპტიკურ-ბოჭკოვანი დრონები. ანუ FPV დრონები საერთოდ აღარ არის მოულოდნელობა, ანუ მათ შეიმუშავეს რაღაცა პასუხები ამაზეც. ხო, ეს ლიბანზე ძალიან მოკლედ მიშა გთხოვ გააგრძელი და მე მეც ჩავერთვები. აი ახლა რომ უბრალოდ მინდა რომ ჩვენ უფრო საინტერესო იქნება ჩვენ საუბარს ესეთი დისკუსიის ფორმატი კონდეს და არ იყოს მხოლოდ ახალი ამბების გაცნობა, უბრალოდ აი ახალი თემა რაც არის ასეთი არის რომ დღეს ხუთი ჩვენი სამხედრო დაიჭრა ლიბანში ჰეზბოლასთან შეტაკებების დროს. დღეს დილით ისრაელის საზღვარი გადმოკვეთა ჰეზბოლას უპილოტო საფრენმა აპარატმა და ამ დროს და მაშინ როდესაც ისრაელის შეიარაღებული ძალები ქვედანაყოფები მდინარე ლიტანამდე აკონტროლებენ უკიდურეს ნაწილს, ამერიკიდან ისმის, რომ 2 დღეში შეთანხმება უნდა გაფორმდეს და ერთ-ერთი პუნქტი არის, რომ ისრაელმა უნდა დაასრულოს ძალიან ისე რომ თქვათ, არა დიპლომატიურ და სამხედრო ენით, ისრაელმა ეს სპეცოპერაცია უნდა დაასრულოს. ნეთანიაჰუ ამბობს, რომ არც ერთ ვარიანტში არ დატოვებს მისი პრემიერობის ვადაში ისრაელის შეიარაღებული ძალები ლიბანს. აქ ჩნდება ყველაზე დიდი გაუგებრობა და კიდე ერთი ძალიან მნიშვნელოვანი დისკუსიისთვის საინტერესო თემა იქნება და დარწმუნებული ვარ საინტერესო მოსაზრებებით იქნებათ, რომ ყოველთვის ახლო აღმოსავლეთში ამბობენ, რომ ისრაელის პოლიტიკა სხვა ქვეყნების პოლიტიკისგან განსხვავდება იმით, რომ ყოველთვის აქვს პლან B და ასეთი დღეს სხვა შორის სამწუხაროდ მედიამ არ მიაქცია ყურადღება, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი არის და თქვენი აზრით მაინტერესებთ. წლის დასაწყისში დონალდ ტრამპის სამშვიდობის საბჭოს შექმნა რო იგეგმებოდა გვახსოვს ჩვენ ღაზა სექტორში რომ ცათამბჯენები უნდა აეშენებინა, ამ მშვიდობის საბჭოს ნეთანიაჰუმ ხელი მოაწერა, ანუ ისრაელი დათანხმდა ამ შეთანხმებას, მაგრამ აღმოჩნდა რომ ისრაელის კანონმდებლობით ნეთანიაჰუმ პირობა დაარღვია.
ანუ ისრაელის კანონმდებლობით ნეთანიაჰუს ხელმოწერა ძალაში შევიდოდა მას შემდეგ, რაც ის შეეთანხმებდა მთავრობის წევრებთან და დღეს გახდა ცნობილი, რომ ნეთანიაჰუს მთავრობის წევრებთან არ შეუთანხმებია. შესაბამისად, ისრაელის კანონმდებლობით ყველა ის შეთანხმებაზე, რასაც ნეთანიაჰუმ ხელი მოაწერა, ისრაელს არ დაეთანხმოს. ანუ დაავიწყდა კი არა, შეგნებულად არ მოაწერა. შესაძლოა ესეც ვიგულისხმოთ, არა? და ეგ არის გეგმა B? აი ზუსტად ახლა შეგვიძლია გავშალოთ და ამ დროს მაშინ როდესაც საუბრობთ რომ აი ლიბანში ისრაელის ჯარი ლიბანიდან უნდა გამოვიდეს, იქ ღაზა სექტორში მშვიდობა უნდა დაამყაროს, თუ პლან B ასეთი იქნება, მაშინ ისრაელს სრული უფლება აქვს სპეცოპერაცია გააგრძელოს, განაახლოს ღაზა სექტორში ის რაც აი ტრამპის შეთანხმების დროს დაპაუს და გაიყინა და დღეს კიდე ორი ლიდერი საჰაერო დარტყმებით გაანადგურეს ღაზა სექტორში. ამიტომ სადისკუსიოდ აი ეს თემა შემომაქვს ახლა თქვენთან, თქვენ როგორ ფიქრობთ, ეს საკითხი იქნება თუ არა სავაჭროდ გამოყენებული იმაზე, რომ დონალდ ტრამპმა ამ შეთანხმებებიდან ლიბანი ამოიღოს? მოდი მიშა უფრო ფართოდ დავსვათ საკითხი, უფრო დიდ სურათში დავსვათ საკითხი და მე ჩავშალოთ და ჩავყვეთ ამ ყველაფერს. არის გავრცელებული მოსაზრება იმის თაობაზე, რომ ეს არის შეერთებული შტატების ამ ადმინისტრაციის ძალიან დიდი წაგება. ანუ მარცხი, ანუ ამას არაერთი მედია ეხმაურება, არაერთი ექსპერტი აცხადებს ამას და სხვათა შორის ამბობენ ამ მსგავსებენ ვიეტნამს ძალიან და მოდით განვიხილოთ არის თუ არა აი ეს თუ კი ყველა ეს შეთანხმება ეს 14 თუ 15 პუნქტი აღმოჩნდა რეალური არის თუ არა მართლა ამ ყველაფერში სიმართლის მარცვალი ანუ ეს არის როგორ შეიძლება მოინათლოს ეს ყველაფერი ჩემ დამოკიდებულებას გეტყვით, ხო ეს მიშას კითხვა არ დავივიწყოთ, იმიტომ რომ მეც მგონია რომ მან რაღაცები ისევ აირევა, ანუ არ მგონია რომ აქ რაღაცა დასრულდა, მინიმუმ ისრაელის მხრიდან თუ საჭიროდ ჩათვლიან ისინი, მეც ველოდები გარკვეულ ნაბიჯებს და არც იმაში მეპარება ეჭვი, რომ გარკვეული ალიბი ამისთვის ეს გეგმა B და შესაძლოა გეგმა C და ასე შემდეგ შემუშავებული კონდეთ უკვე ისრაელში, ამაში აბსოლუტურად გეთანხმები მიშა. ფაქტია რომ სხვანაირად შეიძლება ჩანდეს შტატებიდან რაღაცები, სხვა დღის წესრიგი შეიძლება კონდეს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს. ეს დღის წესრიგი შესაძლოა ერგებოდეს სავაჭრო ბაზარზე არსებულ სურათს, შესაძლოა ერგებოდეს ნავთობის ფასებს, შესაძლოა ერგებოდეს ასევე ამერიკის დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნას თუ დაბადების დღის დაარსების დღის აღნიშვნას, UFC-ს events რომელსაც ძალიან გული დაგვწყდა, შესაძლოა ერგებოდეს იგივე ადგილობრივ არჩევნებს, თუმცა ამ ყველაფრის მიღმა ცხადია ისრაელს თავისი ინტერესები აქვს და გაცილებით ახლოს არის იმ პრობლემასთან ვიდრე არის ამერიკის შეერთებული შტატები, რომელსაც დიდი ლამაზი ოკეანე აშორებს ამ ყველაფრისგან, როგორც თავად ტრამპს უყვარს ხოლმე თქმა. ამიტომ გასაგებია, რომ ისრაელში თავის დღის წესრიგი ექნება, თუ რომ ნეთანიაჰუსთან თუნდაც რაღაც პირადი კავშირებიდან გამომდინარე უწევდეს უთათმობებზე წასვლა, მე რამდენადაც ხვდები, ამას საზოგადოება არ უშვებს, თავად არც პოლიტიკური სპექტრი, რომელიც იქ არსებობს, არ მისცემს ამის შესაძლებლობას, რომ რაღაც ძალიან ღიად კომპრომისულ ნაბიჯებზე წავიდეს და უკან გადადოს ან დააპაუზოს თუნდაც ისრაელის ეროვნული ინტერესებთან დაკავშირებული ქმედებები, ხო მეთანხმებით ამაში. ამიტომ ხო მე არ მგონია რომ ამით ყველაფერი სრულდება. ჯერ მაინც თავს შევიკავებ იმის თქმისგან რომ ყველაფერი ანუ დღეს შეგვიძლია ვთქვათ ეს არის მარცხი თუ არ არის მარცხი, თუმცა შეგვიძლია ესე დავსვათ საკითხი გიორგის კითხვა რომ გამოვეხმაურო რომ თუ ასე დამთავრდა, ანუ ეს ალბათობა რომ დაუშვათ, ხო? თუ ასე დასრულდა, რა პუნქტებიც გავრცელდა და შეგვიძლია ეს ყველაფერი ჩავშალოთ. რას ნიშნავს ეს ყველაფერი? ჩემ აზრს გეტყვით, მანამდეც თქვი, მე მგონი წინა ეპიზოდში, რომ რაღაცნაირად მაინც ალოგიკურად მეჩვენება ეს ყველაფერი და ტრამპის ქცევიდან გამომდინარე, თუნდაც აი ამ ადმინისტრაციის გადაწყვეტილებებიდან, მათი მუდმივი რაღაცა პოზიციის ცვლილებიდან გამომდინარე, რასაც ხშირად ხედავთ, მრჩება ეგ განცდა, რომ ერთ დღეს ქარიშხალია, მეორე დღეს ვითომც არაფერი.
მესამე დღეს ისევ შეიძლება ძალიან დიდი ქარიშხალი ატყდეს და აი ეს ტრამპის ქცევამ არაერთხელ აჩვენა და პოზიციების ცვლილებამ ერთ დღეს ამბობს რომ ეს არის ბოროტების საბადო რომელიც უნდა განადგურდეს ირანის რეჟიმი არ უნდა არსებობდეს მათ არ უნდა კონდეთ არაფერი და სრული კაპიტულაცია უნდა გამოაცხადონ მათ არანაირი კარტები არ აქვთ და მეორე დღეს ამბობს რომ X შესანიშნავი დელეგაცია ჩავიდა ვთქვათ პაკისტანში მოსალაპარაკებლად და საინტერესო დისკუსიები გრძელდება. ანუ ეს ვუშვებ იმის შესაძლებლობას, ჯერ კიდევ ვუშვებ ამის შესაძლებლობას, რომ რაღაც გეგმა B მათაც კონდეთ და თუნდაც რაღაც სამზადისი მიმდინარეობდეს, იმის გათვალისწინებით, რომ სამხედრო გადაადგილებები არ დაწყებულა და მათ არ დაუწყიათ ყოველ შემთხვევაში უკან გაყვანა ჯარების ხო ასეა. ფლოტი ისევ ადგილზეა და ჩვენ ვიცით წარსულში განხილული ქონდა არაერთი გეგმა. საკმაოდ მენიშნა მე ბოლო რამდენიმე ჯერზე როდესაც გახურდა ამბავი და ისევ დარტყმები ვიხილეთ. დარტყმები იყო იქ გარკვეულ კუნძულებზე და სწორედ იმ კუნძულებზე რომელიც განიხილებოდა შესაძლო სამხედრო სახმელეთო ოპერაციის დაწყების არეალში. ხო, მათ შორის თუ არ ვცდები, იყო ქეშმი, თუ არ მეშლება დასახელება კუნძულის და იქ არსებულ გარკვეულ თავდაცვით პოზიციებს დაარტყეს. ანუ მე უბრალოდ ვტოვებ ამ ვერსიას ისევ, რომ შესაძლოა დღეს კი არის ვითომ რაღაც მოლაპარაკებები, მაგრამ ამ ყველაფრის მიღმა შესაძლოა აბსოლუტურად სხვა თამაში მზადდებოდეს და მიმდინარეობდეს. გამოუსწორებელი ოპტიმისტი. იცი რატომ? აი ხა გეტყვით რატომ? ზუსტად იმიტომ, რომ თუ ეს ყველაფერი ესე დაამთავრდა ამ ყველაფრის მერე, ეს იქნება სრული აბსურდი. ეს ჩემი შეფასებაა. ანუ ორი თვე ბომბო, მანამდე 50,000-მდე მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა ირანში. მე არ მინდა რომ ეს დაგვავიწყდეს რა. ანუ ყველას და ყველაფრის მიუხედავად ეს ჩემთვის არის ძალიან ემოციური ამბავი პირადად ერთი ადამიანისთვის, იმიტომ რომ აგერ ჩვენთან ყურის ძირში ხდება ესა. ის ხალხით შეეწირა თავისუფლების იდეას და ბრძოლას შიშველი ხელებით აი მართლა სისხლიანი და ჯალათი რეჟიმის წინააღმდეგ. 40 მინიმუმ 50,000-მდე ადამიანი სულ რაღაც ერთ თვეში. ეს ხალხი რისთვის ხო და რომელსაც ქონდა იმედი რომ საბოლოოდ ისინი მოუწოდებდნენ ტრამპს რომ დახმარებოდა, შემდეგ გაუჩნდათ ეს იმედი რომ კარგი აი ამ სხორპლის მიუხედავად დაგვეხმარნენ და ახლა რა გამოდის ყველაფერი ეს უნდა დამთავრდეს და ირანში თუ ესე მოხდა რაზეც არის საუბარი, ამდენ მილიარდის გამბლოკვა, ამდენი სანქციის მოხსნა. ზუსტად ამას ამბობენ ბექა, რომ ეს იქნება კატასტროფა. თუ ეს პუნქტები არის სიმართლე, პირდაპირ ამბობენ, რომ გავს ძალიან ვიეტნამს გაცილებით მოკლე ვადიანს ოღონდ, ხო? ანუ ვიეტნამი გრძელდებოდა რამდენიმე წლის განმავლობაში, ეს გაცილებით მოკლე ვადაში და რაფასებენ, როგორც შეფასებას აძლევენ, როგორც სტრატეგიული მარცხის. მოდი მივყვეთ ახლა აი ამ სურათს, ხო? ჩვენ ვნახეთ ორი ქვეყნის ერთობლივი ოპერაცია, ძალიან წარმატებული ოპერაცია, ვნახეთ ის, რომ მაგალითად ირანის სამხედრო შესაძლებლობები, ანუ ის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემები და ასე შემდეგ ვერ გამოიყურებოდა ისე, როგორც ვიღაცა სურდა, თუმცა ეგ არნიშნავს იმას, რომ გაერთიანებულმა ძალებმა გააკეთეს გაცილებით მეტი, ხო? ანუ კი რაღაცები დააზიანეს, მაგრამ რაკეტები ნახეთ მე უცებ აღდგენას. რაკეტების გამშვებები ვნახეთ გამოზიდეს ისე ფრენავები. ვნახეთ, რომ ამ გამდიდრებული ურანის საკითხი კვლავაც არის ჩამოკიდებული დღის წესრიგში, ხო? ანუ არავინ იცის მანდაც საბოლოო ჯამში რა იქნება. ყველაზე მძიმე ალბათ იერუსალიმისთვის არის ის, რომ რაც ქონდა ბიბის გაცხადებული, რა მიზნებიც ქონდა, ხო? ანუ ჰეზბოლა, ჰამასი, კი ბატონო, სხვა პროქსი ძალები არა მარტო ირანის იმ რაღაცა K-ტიპების შეცვლა, არამედ მთლიანად რეჟიმ ჩეინჯი. კი ბატონო. რეჟიმ ჩეინჯი არ არის. სამხედრო შესაძლებლობები ჩვენ ვნახეთ, რომ გადამალული რაკეტების გამშვებები ისევ აქვს. ქონდა გვირაბები აფეთქებული და როცა უნდა მაშინ გახსნის და ამ გვირაბებიდან გამოიყვანს ისევ ამ რაღაცებს. არის საუბარი იმაზე, რომ ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემებს ახლა რუსეთის ნაცვლად შეიძენს ჩინეთიდან, მაგრამ ამას დაჭირდება ბევრი დრო, ამას დაჭირდება ასევე რესურსი, ამას დაჭირდება ადამიანური რესურსით, ანუ კადრების გადამზადება და ასე შემდეგ და არავინ არ იცის ჩინეთის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა რამდენად ეფექტური იქნება და საერთოდ რამდენად გაუძლებს ისრაელს და ასე შემდეგ. ანუ მე ვამბობ პლუს და მინუს, ხო? ანუ ორივე მიმოხილვას ვაკეთებ. ჰამასი ჯერ ცოცხალია, ჰეზბოლა წინააღმდეგობას წევს,
ისრაელი ხარჯავს ძალიან ბევრ ფულს და ბევრ რესურსს იმისთვის, რომ საკუთარ მიზნებს მიაღწიოს, მაგრამ ეს მიზნები აღარ ვიცით უკვე რა არის, იმიტომ რომ პრაქტიკულად ჰაერში არ ჩამოკიდებული და ხედავთ, რა ვიცი, ამ ალ-არაბიაში გავრცელდა ხო ეს 14 პუნქტის შესახებ პირველად და ხედავთ ახლო აღმოსავლეთში და მასთან დაკავშირებულ ქვეყნებში გავრცელებულ აი ამ შეთანხმების პუნქტებს, სადაც მეტწილად საუბარი არის ირანისთვის ხელსაყრელ პირობებზე. უფრო ირანისთვის, ვიდრე ისრაელისთვის, ვიდრე შეერთებული შტატებისთვის და რა თქმა უნდა, დიდ სურათში აქ ეს პოზიციები, სტრატეგიული პოზიციები არის ძალიან შერყეული. ამას რა თქმა უნდა ექნება თავის შედეგები, ხო? დავამატებ საფრთხეებში კიდევ სარაკეტო სარაკეტო სისტემების განვითარების პოტენციალს და აქვე მინდა მოვიშველიო მე მახსოვს რამდენიმე თვის წინ როცა ეს ინტენსიური ოპერაცია მიმდინარეობდა, როდის დაიწყო? თებერვლის ბოლოს დაიწყო, ხო? და ნუ 28 თებერვალს დაიწყო. ნახე, მე მახსოვს ისრაელის თავდაცვის სამინისტროს პრეზენტაცია, სადაც იყო ნაჩვენები ოპერაცია Midnight Hammer-ის შემდეგ, რომელიც ჩატარდა გასულ ზაფხულს, რა პროცენტი შეამცირეს მათი სარაკეტო შესაძლებლობების და ამ ოპერაციის დასრულებიდან უკვე თებერვლის ოპერაციის დაწყებამდე აი ამ რამდენიმე თვეში არასრულ ერთ წელიწადში რამხელა აღდგენა გააკეთა ირანის სარაკეტო სისტემებმა და რამდენი აწარმოეს და იქვე მათ ჰქონდათ ისრაელის თავდაცვის სამინისტროს ჰქონდა გამოთვლილი რამდენს აწარმოებდა მომდევნო 3 თვის განმავლობაში. და ეს რაოდენობა ადიოდა ძალიან საგანგაშო ნიშნულზე და ამით ხსნიდნენ იმას, რომ ახლა ჩვენ რომ არ დავარტყათ, ახლა ჩვენ რომ არ ვურტყავდეთ, ეს ყველაფერი კატასტროფულ შედეგებს გამოიწვევს ჩვენთვის და ეს საფრთხე უნდა განადგურდეს. მაგრამ ეს საფრთხე კიდევ ამბობ არ არის განადგურებული და თუნდაც ამ გამოცდილებამ აჩვენა, რომ ახლო მომავალში თუ მათ ეს შესაძლებლობები მიეცემათ და ფინანსები ექნებათ ამისთვის, ეს საფრთხე არცად არ წავა და ეს ჩატარებული მთელი კამპანიები შეიძლება ჩავთვალოთ, რომ იყო არაფრის მომტანი. ამიტომ არ მგონია არასწორად, ან იყო არასწორად დაგეგმილი, ან არასწორად გაკეთებული საერთო ჯამში, რაც იწვევს მე ამ შედეგებს. ამიტომ ალოგიკური მგონია ამ ყველაფრის ესე დამთავრება. პროქსი ძალების აქტიურება, ხო? ამას ემატება. ეს ძალიან სერიოზული საკითხია, როგორც კვიპროსზე იპოვეს და საბერძნეთში იპოვეს ვიღაცა ადამიანები, რომლებიც ჯაშუშობდნენ ირანის სასარგებლოდ, როგორც მაგალითად აქტიურობენ პროირანული დაჯგუფებები ირანის ფარგლებს გარეთ. ეს ძალიან საშიში ტენდენცია არის, ძალიან მძიმე შედეგების მომტანი ყველასთვის, იმიტომ რომ ჩვენ ვნახეთ პლაკატები, ჩვენ ვნახეთ მოწოდებები, ჩვენ ვნახეთ გამოსვლები და რადიკალიზმის ელემენტები არის. აი ამ საფრთხეს თუ ირანის რეჟიმი თუ ამ ამბავს გადაურჩა, გიორგი, მე მგონია, რომ ეგენი შემდეგში უფრო მეც ასწავლებს იზამენ რა და მათ შორის ჩვენი ქვეყნისთვისაც ეს ყველაფერი თანდათან უფრო თუ აქამდე ეს ყველაფერი იყო რაღაც ჰიპოთეტური და ვთქვათ, აი დასაშვები, რომ აი რამე რო იყოს სადღაც რაღაც გქონდეთ, ეხლა მგონია, რომ ძალიან პრაქტიკულად შეხედავენ ყველაფერს და განმეორების შემთხვევაში მათ ეს გაკვეთილები ნასწავლი ექნებათ, რაც ახლა ნახეს რა, ანუ ასე მგონია, რომ ეგ რეჟიმი თუ გადარჩა, იქნება ძალიან სახიფათო. და დაგესვათ ბექა გიორგი, თუ სხვა ქვეყნებს აქვს ბალისტიკური რაკეტები. რატომ არ შეიძლება ბალისტიკური რაკეტები ჰქონდეს ირანს? ახლა ამ კითხვას მე კი არსო იერუსალიმიდან. ეს თქვა ცოტა ხნის წინ დონალდ ტრამპმა. თქვენ წარმოედგინეთ ამერიკის პრეზიდენტმა თქვა, რომ თუ სხვა ქვეყნებს აქვს ბალისტიკური რაკეტები, რატომ არ უნდა ჰქონდეს ირანს ბალისტიკური რაკეტები, ირანული ბალისტიკური რაკეტები სამყაროს არ ანადგურებს. ციტირებას მოვახდე და ახლობით ასე თქვა. ხო წარმოუდგენელია და აქვე ვისაც პოლიტიკური სამხედრო მეხსიერება კარგი გვაქვს, ეს ზუსტად ერთი წლის წინ მიმდინარეობდა ახლო აღმოსავლეთში ირანთან და ახლა თუ მაშინა დიდი შვიდეული შეხვედრა იყო კანადაში, სადაც დონალდ ტრამპის განცხადება იყო, მაშინაც პირდაპირ ეთერში მუშაობდა, პირდაპირ ეთერში ბოლო განცხადება რაც იყო დონალდ ტრამპის, რომ მან თქვა, რომ ირანს არ ექნება ბირთვული იარაღი, ირანს არ ექნება გამდიდრებული ურანი და ირანს არ ექნება არც ერთი ბალისტიკური რაკეტა. ეს თქვა ზუსტად ერთი წლის წინ დონალდ ტრამპმა კანადაში დიდი შვიდეული შეხვედრაზე. მაშინ თქვა, რომ მისცა ირანს რამდენიმე დღიანი ვადა, 2 დღიანი ვადა და უთხრა, რომ თუ 48 საათში ირანიდან
ირანი უარს ატყობს ბალისტიკურ რაკეტებს და ასე შემდეგ დაემუქრა განადგურებით და მან მოუწოდა მაშინ თეირანს რომ დაცალეთო მოსახლეობამ თეირანი რომ ჩვენ და დავარტყათო და მაშინ ეს 12 დღიანი ომი დასრულდა იმით რომ ამერიკულმა ბომბდამშენებამ ბორდოს მიწისქვეშა რთული საწარმო გაანადგურეს და ერთი წლის შემდეგ რაოდენობით წარმოუდგენელიც არ უნდა იყოს იგივე ამერიკის პრეზიდენტი იგივე სახელით და გვარით იგივე პოლიტიკური გემოვნებით დღეს ამბობს რომ სხვა ქვეყნებს აქვს ბალისტიკური რაკეტები ირანსაც შეუძლება რომ ბალისტიკური რაკეტები თურმე უნდა ჰქონდეს და თუ ეს ასეა მაშინ აი კითხვის დასმა მინდოდა თქვენ გიორგი და ბექა რომ თუ ირანს მართლა უნდა ჰქონდეს ბალისტიკური რაკეტები და დონალდ ტრამპი ამას ფიქრობს მაშინ 40 დღიანი ომის განმავლობაში ბრიფინგებით რატომ გვეუბნებოდა რომ აი ესეთი დიდი წარმატებით გაანადგურეს მიწისქვეშა საწყობი ამდენი ბალისტიკური რაკეტა რატო თუ მათი ამის შესაძლებლობა მათ ამის უფლება ჰქონდა რომ ეს ასე მათ უნდა ჰქონდათ ეს ბალისტიკური რაკეტები რატომ დაიწყეს ომი ხო ძალიან ესეთი მძიმე განცხადებები არის რომელიც ამ კაცს ჩვევია და ძალიან რთულია სხვათა შორის ყოველთვის მახსენდება ხოლმე ეს განცხადებები აი განსაკუთრებით მოკავშირეებთან მიმართებით და მე მოკავშირეები როგორ განიცდიან ამ ყველაფერს ხო მახსოვს უკრაინაში როგორ განიცდიდნენ მსგავს განცხადებებს და როგორ აღიქვავდნენ ამ ყველაფერს ძალიან რთული რიგითი მოქალაქის დონეზე რომელიც ომში არის ჩართული რა თქმა უნდა მის ფსიქოლოგიას ეს ყველაფერი ანგრევს იმიტომ რომ სტრატეგიულ პარტნიორზე არის საუბარი და პირველ პირზე მიშა მე მაქვს შენთან ასეთი კითხვა რომ აი თუ ყველა ეს პუნქტი დადასტურდა რაც დღეს გავრცელდა ამ შემთხვევაში ისრაელის პოზიცია ანუ ისრაელის მიზნები რამდენად კორექტირდება ისრაელის მიზნების კორექტირებაზე ოფიციალური პასუხი ჯერ არ არის რადგან იერუსალიმი ელოდება რა იქნება საბოლოო ჯამში შეთანხმებაში გაწერილი. ამ შემთხვევაში ამას რომ შევხედოთ პოლიტიკურ ჭრილში ჩვენ ვიცით რომ 60 დღიანი ვადა აქვს დონალდ ტრამპს რომ ეტაპობრივად გაახმოვანოს რა წერია ამ შეთანხმებაში 15 პუნქტიან შეთანხმებაში და მგონია რომ აი ეს 60 დღე ბოლომდე იქნება გამოყენებული რომ სათითაო პუნქტზე იქნება კვირაში ერთხელ თვეში ერთხელ ორი პუნქტს გამოაგდებენ ამაზე ისაუბრებენ მაგრამ ისრაელში ამბობენ რომ ჩვენ ბოლომდე ველოდებით სანამ ხელმოწერილი შეთანხმების ყველა პუნქტი არ ექნება ისრაელს ხელი. მაგრამ აქვე ისრაელი ამბობს, რომ ლიბანის საკითხზე შევა თუ არა შეთანხმებაში არ გამოვა ლიბანი, არ დაასრულოს სპეცოპერაციას ლიბანში. არ თუ ვერ. ანუ ნეთანიაჰუმ თქვა ჩემი პრემიერობის ვადაში და ნეთანიაჰუ პრემიერი შემოდგომამდე იქნება, შემდეგ არჩევნები აქვს ყოველ შემთხვევაში. და მეორე საკითხი არის რომ ირანს არ ექნება გამდიდრებული ურანი, ანუ ბირთვული იარაღი, ნეთანიაჰუმ ეს თქვა. მაგრამ აქ არის კიდევ ერთი საკითხი, რომ თუ ერთი წლის წინ დონალდ ტრამპი ამბობდა, რომ ირანს გამდიდრებული ურანი არ უნდა ჰქონდეს უახლოეს 48 საათში, ახლა მათ კიდევ 60 დღიანი ვადა მისცა, რომ ან უკეთესად გადამალონ, ან ვითომ განაძავონ ეს გამდიდრებული ურანი, მაგრამ აი ეს ორი პუნქტი არის ისრაელისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი. ისრაელს ეს ომი არ დაუწყია, ისრაელისთვის საფრთხე არ იყო გაყენული აქტივების დაბრუნება. ისრაელის ხოთშოზე ნეთანიაჰუმ ერთ-ერთ კონფერენციაზე თქვა, რომ ეს ომი არ დაწყებულა, ანუ ომის ჟურნალისტმა კითხა უბრალოდ ნეთანიაჰუს, რომ მაშინ როდესაც ომის იწყებით რისკ ფაქტორებში იყო თუ არა გაწერილი ორმუზის სრუტე და მაშინ ნეთანიაჰუს ცოტა დიპლომატიური პასუხი ჰქონდა, რომ ეს ამერიკისთვის და ისრაელისაც ცნობილი იყო, რომ ირანი ამას გამოიყენებდა. ანუ ომის დასაწყისში მათ იცოდნენ, რომ ირანზე ერთ-ერთი ასე ვთქვათ ჯოკერი რაც ჰქონდა ამ ომში, შეიძლება გამოიყენებდნენ ორმუზის სრუტე. მაგრამ რეალურად რის გამოც ომი დაიწყეს ორმა ქვეყანამ ირანის წინააღმდეგ არც ერთი მიზანი რაც მათ დაისახეს არ არის შესრულებული. ახლა ჩვენ ვხედავთ რომ მიზნები არ არის შესრულებული, სანაცვლოდ ჩვენ გვესმის რომ რამდენიმე ტრილიონი დოლარი ზარალი მიადგა ირანს. ტრილიონი დოლარი ზარალი რომ მიადგა ირანს და ახლა ამერიკა გაყენულ აქტივებს დაუბრუნებს, რაღაცა დროის შემდეგ ირანი მოახერხებს ამ ფინანსური დანაკარგის ნელ-ნელა შევსებას, მაგრამ ეგზისტენციალური საფრთხე ხომ არ მოიხსნება. გამდიდრებული ურანი ამ შეთანხმებით ჯერ კიდევ ირანში რჩება, რაც გამოქვეყნდა ამ დროისთვის
დონალდ ტრამპმა განაცხადა დღეს, რომ მათ ბალისტიკური რაკეტები უნდა ჰქონდეს, იმიტომ რომ სხვა ქვეყნებს სხვა აქვს და მათაც აქვს ამის სრული უფლება. მესამეა, რომ თეირანი ითხოვს, რომ ამ შეთანხმებით ჰეზბოლას არსებობის უფლება აქვს ისრაელის სამეზობლოში. ანუ ისრაელის ჯარი უნდა გამოვიდეს ლიბანიდან, რაც ნიშნავს იმას, რომ ჰეზბოლას თავი უნდა დაანებოს და ჰეზბოლა ირანის მთავარი მოკავშირეა. შესაბამისად, ყველა ის პუნქტი, რის გამოც ომი იყო, რის გამოც 40 დღე ჩვენ მიწისქვეშა თავშესაფარში ვიცხოვრეთ, რის გამოც შემდეგ უკვე 2 თვეზე მეტია დაპაუზებული ომის ფარგლებში ვცხოვრობთ, ისრაელში დონალდ ტრამპის რეიტინგი ყველაზე ისტორიულ მინიმუმზეა ჩამოსული. თუ ერთი თვის წინ ამბობდა, რომ 99%-იანი რეიტინგი გვაქვს, სხვა შორის ნეთანიაჰუს ყველაზე ახლო მხარდამჭერებიც მოუწოდებენ, რომ ის დროა, როდესაც საფრთხე ემუქრება ისრაელს, იმოქმედოს იერუსალიმმა დამოუკიდებლად. ხო, აი ეს ამის რესურსი აქვს. ძალიან ისეთ მომენტში მივდივართ რა, ძალიან. და უკრაინასთან პარალელი შემოდის თან მან. კი. აქ ერთი დეტალი არის, რაც აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, აი ამ ჭიდილში რო არ გამოხრჩეს, ეხა foreign policy-ს ვკითხულობდი ზუსტად და პატარა ციტატა მინდა მოვიყვანო, რომ ერთ-ერთი პუნქტი, რაც დაზიანდა ძალიან, ეს არის მოკავშირეებთან ურთიერთობების გაფუჭება, იმიტომ რომ სპარსეთის ყურის არაბული ქვეყნები ყოველთვის მიიჩნეოდნენ და მიიჩნევიან შეერთებული შტატების მოკავშირეებად და თავიანთი უსაფრთხოების მთავარი გარანტია არის ვაშინგტონი, თუმცა ირანმა საპასუხო დარტყმები სწორედ ამ მეზობელ ქვეყნებზე, ამერიკის ბაზებზე მიიტანა, ვინაიდან ამ მოკავშირეებმა უდესი ეკონომიკური და ფიზიკური ზიანი განიცადეს ომისგან, რომლის დაწყებასაც თავადვე ეწინააღმდეგებოდნენ. ანუ ეს რეპუტაციული ზიანიც არის, ეს არის სამოკავშირეო ზიანიც და სწორედ ამიტომ არის ახლა foreign policy-ში ამბობენ აი ამ მასალაში პარალელს ავლებენ ვიეტნამთან და სტრატეგიულ მარცხზეც საუბრობენ, ხო? ეს ძალიან მძიმე თემაა. ამიტომ თავისთავად ცხადია, რომ მიშა რასაც ამბობს და მე ვფიქრობ, რომ უნდა გავაგრძელოთ ზუსტად მაგ თემით და დავაკორექტიროთ, რა იქნება ისრაელის მიზნები, რახან შემოდგომაზეა არჩევნები, ძალიან საინტერესო არის ბიბის მოწინააღმდეგეები, ბიბის ოპოზიცია რას ფიქრობს ამასთან მიმართებით, როგორ აპირებენ ისინი დამოუკიდებლად მოქმედებას, იმიტომ რომ ფაქტია, რომ ისრაელს თავისი მიზნები აქვს. ეს მიზნები ძალიან საინტერესოა, ანუ ისრაელი პირდაპირ აცხადებს, რომ მისთვის მისი არსებობის ეგზისტენციალურ საფრთხეს წარმოადგენს ირანის ბირთვული პროგრამა. და ირანის ბირთვული პროგრამა ჯერჯერობით ონგოულია. მაგ ნაწილში მინდა ეგეთი კითხვი მხარე შემოვიტანო უბრალოდ. ისრაელის პოზიცია მათ შორის ყოველ ჯერზე, მე რასაც ვაკვირდებოდი, იყო ხოლმე რომ მათ ხელი უნდა შეუწყონ იქ სახალხო გამოსვლებს და რაღაცნაირად režim change-ს. ეგ ასაკითხი არის თუ არა ისევ დღის წესრიგში ისრაელის მხრიდან. მიშა ძალიან საინტერესოა და ანუ ფიქრობთ თუ არა, რომ აი ახლა სწორედ როდესაც ესეთი გაურკვევლობა არის შექმნილი და როდესაც ზარბაზნები გაჩერდა, შეიძლება რაღაცა მოძრაობა დაიწყოს მაგ მხრივ. აი ეგ ვარიანტი რამდენ ვიცით რომ იგივე ისრაელის სპეცსამსახურები ბევრს მუშაობდნენ ამაზე და არც მალავდნენ ამას ღიად ამბობდნენ და ღია მოწოდებები კეთდებოდა ხოლმე. ეგ საკითხი არის ისევ დღის წესრიგში, როგორ ფიქრობ? აი რო არ დამატოს აუცილებლად უპასუხებ. ისრაელში დღემდე გიორგის კითხვაც მოვინიშნე და შეიძლება ისრაელში დღემდე დგას საკითხი რომ ასეც საუბრობენ და სხვა შორის ისრაელის საუბარს რომ თავი დავანებოთ, ჩვენ გვესმის ისედაც წირი ინფორმაციის პირობებში, რომ ირანში ყოველ კვირა რამდენიმე ადამიანი სჭიან, იმიტომ რომ ისინი თურმე მოსადთან თანამშრომლობენ და შესაბამისად ამ დროსაც ისრაელის დაზვერვის სამსახურები სხვა შორის შეგვიძლია ვთქვათ, რომ წარმატებით მუშაობენ ირანში და ამის ერთ-ერთი ხაზი დაპაუზებული ომის სამხედრო აქტივობა ხარ მიმდინარეობს, სარაკეტო დარტყმები ხარ მიმდინარეობს. მე მგონია რომ ასეთ შემთხვევაში მათი ძირითადი მისია არის რომ როგორღაც შიგნით მოახერხონ მუხტის გაღვივება ისევ რომ მოხდეს რეჟიმის ცვლილება. ამ ხაზს ისრაელი არ უხვევს, ეს ყველა განცხადებაში, ყველა საუბარში თუ ტრამპი გახარებულია, მოჯთაბა ხამენეის თუმცა საუბარი შეუძლიაო და აგერ ირანის ახალი ლიდერები კარგი მომლაპარაკებლები არიან, ისრაელი ამას უბრალოდ არც განიხილავს, არც საუბრობს. ისრაელისთვის რეჟიმის ცვლილება პირველივე დღეს იყო მნიშვნელოვანი, შემდეგაც და ახლაც არის. უბრალოდ ახლა არის საკითხი ასე რომ როდის მოვა ის დღე,
კალენდარულად როდის იქნება ის დღე, როდესაც ამერიკის შეერთებული შტატების დამოუკიდებლად ისრაელი დაიწყებს სპეცოპერაციას ირანის წინააღმდეგ იმ ეგზისტენციალური საფრთხების მოსახდენად, რაც არის. და აქ არის ძალიან კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი და გიორგის კითხვას უპასუხებ, რომ მოკავშირე ქვეყნები. დონალდ ტრამპის ყოველი განცხადება მოკავშირე ქვეყნებს ახლო აღმოსავლეთში, ამ შემთხვევაში გულისხმობს სპარსეთის ყურის ქვეყნებს, მათაც გაუჩენს აუცილებლად პროტესტს, იმიტომ რომ ირანის ბალისტიკური რაკეტები თუმცა სამყაროს არ ანადგურებს და ირანის ბალისტიკური რაკეტები ვაშინგტონში არ დაფრინავდნენ და ძალიან ბევრი ლოჯისტიკური და ასე შემდეგ ზიანი მიიღეს 40 დღის განმავლობაში. დუბაის აეროპორტს ხდებოდნენ ასე შემდეგ. და შესაბამისად ძალიან რთული აუხსნა ახლა მოკავშირე ქვეყნებს სპარსეთის ყურეში, რომ ირანს ბალისტიკური რაკეტები უნდა ჰქონდეს და ხვალდაზე თქვენ რომ შეგიქმნიან საფრთხეს. ეს ნორმალურია, ანუ ეს სამყაროს არ ანადგურებს. ამიტომ ამერიკის შეერთებული შტატების და მოკავშირე ქვეყნების თანამშრომლობა ნენელა ისეთ სიხში შედის ყველა პრინციპში ისრაელს ამასაუბრობს, რომ ახლა უბრალოდ აი ამ მოლაპარაკებების წინ, სანამ ყველა რეალურად არ გაიგებს და არ დაინახავს დონალდ ტრამპისა და ფეზეშკიანის ხელმოწერას, სხვა შორის საუბარი არის, რომ დონალდ ტრამპმა და ფეზეშკიანმა უნდა მოაწერონ ამ შეთანხმებას. სანამ ეს უშუალოდ არ გამოქვეყნება მათი ხელმოწერილი შეთანხმება, მანამდე მგონია, რომ ყველა ამერიკის მოკავშირე ქვეყანა თავს იკავებს მოქმედებისა და რადიკალური განცხადებებისგან. თუმცა თუ დაუბრუნდებით ისრაელს საუბრობენ, რომ ირანული რეჟიმი უნდა შეიცვალოს, არ აქვს მნიშვნელობა სად რა შეთანხმება გაფორმდება, ირანს ბირთვული იარაღი არ ექნება. პროქსი ძალებთან ისრაელი არ შეწყვეტს ომს, იმიტომ რომ ეს პროქსი ძალები არც საუდის არაბეთს უტევენ, ხო იემენელი ხუსიტები უტევენ პრინციპში იქ, მაგრამ ჰეზბოლა და ჰამასი არა. და მეორე შემთხვევაში რომ ირანული პროქსი ძალები ამერიკისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს. არავითარ საფრთხეს არ წარმოადგენს, ანუ ისრაელს ესხმიან თავს და ისრაელი ამბობს, რომ მე ამათ დამოუკიდებლად მივხედავ. შესაბამისად, ყველა ის მიზანი, რის გამოც ომი დაიწყო, ისრაელში კვლავ აქტუალურია, უბრალოდ ელოდებიან, რომ გამოქვეყნეს ის შეთანხმება, ხელმოწერილი შეთანხმება და კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი სანამ გადახვალ, მანამდე შევახსენოთ მაყურებელს, რომ გამოიწერონ ჩვენი არხი, მოიწონონ, დააკომენტარონ, დატოვონ კითხვები და ჩვენ, რა თქმა უნდა, ყველა კითხვაზე შევეცდებით, რომ გაგცეთ პასუხი. თუ კი არ გვექნება პასუხი, იმასაც მოვიწერებით, მოვიძიებთ და აბსოლუტურად ფაქტებზე დაყრდნობილ პასუხს დაგიბრუნებთ და გაგაცნობთ. ასე რომ დარჩით ჩვენთან. დღეს ცნობილი გახდა, რომ ცოტა ხნის წინ შეთანხმებამდე ცოტა ხნით ადრე, ხელმოწერამდე ცოტა ხნით ადრე ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრო ამბობს, რომ შეთანხმება არ შედგება, შეთანხმება საფრთხე შეექმნება, თუ ისრაელის ძალები, სამხედრო ძალები არ დატოვებენ ლიბანს. აქედან გამომდინარე უახლოესი 2 დღე ძალიან მნიშვნელოვანი ახლო აღმოსავლეთში, მაგრამ სადისკუსიოდ ყველაზე აქტუალური თემა რო ჩვენთვის, თქვენი აზრიც მაინტერესებს, ისრაელი ამბობს, რომ არ გამოვა ლიბანიდან, ბუფერული ზონა დარჩება, ის შეცდომა არ განმეორდება, რაც 43 წლის წინ იყო, როდესაც ისრაელმა დატოვა ლიბანი. სხვა შორის ახლა საუბარი არის, რომ ამერიკა ცდილობს, რომ ისრაელისა და ლიბანის პირველი პირების შეხვედრას ორგანიზება გააკეთოს, თუმცა ამ შეხვედრაზე სკეპტიკურად არიან იერუსალიმში განწყობილი. თქვენთან მექნება კითხვა ახლა, როდესაც ირანი ითხოვს, რომ შეთანხმება არ შედგება, შეთანხმება საფრთხე შეექმნება, თუ ისრაელის ჯარები იქნებიან ლიბანში და თუ ეს ასე გაგრძელდება, ირანი იტოვებს უფლებას, რომ იმოქმედოს. მოქმედებაში თუ იგულისხმება ის, რაც ერთი კვირის წინ განმეორდა, მას შემდეგ რაც ისრაელმა დახიასში ჰეზბოლა სტრატეგიულ ობიექტს დაარტყა, რამდენიმე საათში 10-მდე ბალისტიკური რაკეტა ირანმა ისრაელის მისამართით გამოუშვა. თქვენ ფიქრობთ, რომ არის რისკი იმის, რომ უშუალოდ ირანის მხრიდან მოხდეს ამ შეთანხმების დარღვევა? საერთოდ არ გამოვრიცხავ, იმიტომ რომ ჯერ საკითხი ესე დავსვათ, მოდი ვინ იღებს გადაწყვეტილებებს. ანუ ფეზეშკიანი ახსენე შენ, მაგრამ მეორეს მხრივ ჩვენ ვიცით, რომ იქ არის რეალურად სიტუაციას აკონტროლებს IRGC, სამხედრო ფლანგი, ხო ასეა? და აქვე ჩემთვის ძალიან საგულისხმო იყო, რომ თეირანში მათ შორის გამოსვლები ვნახე რამდენიმე დღის წინ, სადაც პირდაპირ სიკვდილს ითხოვდნენ ფეზეშკიანის და
დანარჩენების იმ ღალიბაფის და ასე შემდეგ, ვინც არიან მოლაპარაკებებში ჩართული. იცით რატომ? ამბობდნენ იმას, რომ ვის ელაპარაკებიან ესენი, როდესაც ჩვენი სულიერი ლიდერი მოკლეს, ანუ ის ხალხი ისევ იმ ტალღაზეა დარჩენილი, რომ ამერიკელებთან მოსალაპარაკებელი არაფერი არ აქვთ და არ დაგვიწყდეს, რომ სამხედრო მიმართულებით არიან რადიკალურად განწყობილი ტიპები, რომლებიც რეალურად მათ ხელშია და ამის პრეცედენტები გამოჩნდა იგივე ჰორმუზის სრუტეზე რომ იყო იქ ერთ პერიოდი საუბარი ტრამპმა რო თქვა გაიხსნა მერე იმან რა ქვია საგარეო საქმეთა მინისტრი რაგვარია გამახსენეთ და ამოვიწყდა ირანის ხო აბას არახში თქვა რომ კი გაიხსნა და მეორე წუთში რა სისულელეაო და იმათ რომ ცეცხლი გახსნეს და ახლობით ეგეთი სიტუაცია არის ანუ უბრალოდ კითხვა როგორ არის იცით რომ როდესაც ხელმოწერამდე დარჩა 48 საათი დაახლოებით უბრალოდ ამ ახლა თქვა რომ წერა თუ ისრაელი არ დატოვებს ლიბანს დატოვება ასე ხო არ არის რომ ოთახი ხო გასაგებია მაგას ვამბობ ზუსტად მანდوار დიდი ტერიტორიის დიდ ნაწილს აკონტროლებს ზუსტად მანდوار მეც რომ არავინ იქიდან არ გამოვა და ირანში იმის გათვალისწინებით რომ ეხლა რეალურად გადაწყვეტილებებს იღებენ სამხედრო პირები და IRGC-ის ხელმძღვანელობა ისინიც არ დაიხევენ უკან მაგ ლოგიკით იმიტომ რომ მინიმუმ თავის ვისაც ეყრდნობიან ის ხალხი ამას ითხოვს პირდაპირ ითხოვს მათგან რომ რაღაცა დათმობებზე არ უნდა წავიდონ რა სიმბოლურია რომ დონალდ ტრამპთან ერთად ამ შეთანხმებას ხელი შეიძლება მოაწეროს ხელი კი არ დაახლოებით ხელს მოაწერს ავარაუდოთ თუ ხელმოწერას შედგება პრეზიდენტი ფეზეშკიანი რომელსაც სადაზვერვო ინფორმაციაზე დააყრდნობით მან მიმართა მოჩთაბა ხამენეის თანამდებობიდან გათავისუფლების თხოვნით, იმიტომ რომ მას არსებულ ვითარებაში აღარ შეეძლო საკუთარი უფლებამოსილების შესრულება და იყო ცნობები რომ შიდა პატიმრობაშიაო კაცო შიდა პატიმრობაში არის და ასეთი ხო იყო ანუ ეს შენს გაქვს ხო ეგ ინფორმაცია და ასეთი უფუნქციო დარჩენილი პრეზიდენტი ახლა ამერიკის პრეზიდენტთან ერთად მოაწერს იმ შეთანხმებას ხელს, რომელსაც უშუალოდ თვითონ არაფერს არ წყვეტ, ანუ არ იღებს გადაწყვეტილებას. აგერ დღეს დააწიეს განცხადება ჟენევაში ჩაფრენამდე, რომ თუ ისრაელი არ დატოვებს ლიბანს, ეს იქნება პრობლემა ხელმოწერის დროს. მოკლედ, ანუ რეალურად ამ ყველაფრის გათვალისწინებით ეგეთი რამე იკვეთება, რომ ეგ შეთანხმება ძალიან მყიფეთ გამოიყურება, საერთოდ თუ შედგა. იმიტომ რომ ვერც ირანის რეჟიმი ვერ გაყიდის თავის საყრდენზე, თავის აუდიტორიაზე მაგ ამბავს, რომ პირობითად ლიბანი არ დატოვა ისრაელმა და არც ისრაელისთვის არ იქნება ეგ დასაშვები, რომ თვითონ უკან დაიხიონ და თავის მიზნებზე უარი თქვან. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, მგონია რომ საბოლოოდ ტრამპი ან ისევ შემოbrunდება და ახალ სპირალში შევალთ და თვითონ დაიწყებს ისევ აგრესიულ რიტორიკას ირანის რეჟიმის მიმართ, ან საერთოდ შეიძლება არჩევნებიდან თუ რა ვიცი რაღაც შიდა პოლიტიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, მაგასაც უშვებ რომ მოუწიოს გაწევა და ნუ დავრჩეთ იმ რეალობაში, რაზეც პრინციპში შევეხეთ, რომ ისრაელმა შემდეგ უკვე თავად გადადგას შემდგომი ნაბიჯები და ნუ დამოუკიდებლად იმოქმედოს, ანუ სადღაც მანდ მიდის ეგ ლოგიკა, ხო? როგორც ისტორიაში არაერთხელ იყო ეს ფაქტი, რომ ისრაელი ამერიკის წინააღმდეგ არ წავიდა, უბრალოდ ამერიკის მოთხოვნების მიუხედავად იმოქმედა მთავარი დოქტრინით, რაც ისრაელს აქვს, როდესაც საფრთხე ემუქრება ისრაელს, გადაწყვეტილებას იღებს იერუსალიმში. აქ ძალიან მნიშვნელოვანი მაგ შემთხვევაში ჰორმუზის სრუტეზე რა მოხდება თქვენი აზრით? ანუ აი წარმოვიდგინოთ ეგეთი სიტუაცია, რომ აი ტრამპი ეუბნება ირანს, რომ ვიცით რა, მე თქვენ მზად ვარო ხელი ჩამოგართვათ, რაღაცეები დაგითმოთ, არ ვიცი, ფული მოგცეთ, ასე შემდეგ. ჩვენ ვართ ახლა ჰორმუზის სრუტეში, თქვენც ხართ თქვენი მხრიდან და მოდი განბლოკოთ, ხო? ანუ თავისი პრობლემა რომ მოაგვაროს ეს ნავთობის საკითხი რომ მოაგვაროს მინიმუმ. აი ეგ რამდენად დასაშვებია რომ ცალკე სხვა ხაზს მიაწვეს თქვათ შტატები ირანის რეჟიმთან და თან ხელები დაიბანოს ესე უხეშად რომ თქვათ ისრაელის ქმედებებზე. არა, მან ესე ხო ვერ არის ხელს ვერ დაიბანს, რაც ცოტა ხნის წინ ვახსენეთ. ანუ სპარსეთის ყურის ქვეყნები, რომლებიც არის შეერთებული შტატების პარტნიორები და სტრატეგიული მოკავშირეები და ჩვენ ვხედავდით ვადევნებდით თვალყურს ისრაელის თანამშრომლობას, ისრაელის მჭიდრო და ახლო კავშირებს ამ ქვეყნებთან, განსაკუთრებით რამდენიმესთან და აბსოლუტურად რაღაცა ახალ კონტურებს ურთიერთობების.
ხო, ეს ძალიან მნიშვნელოვანი თემა არის, იმიტომ რომ ეს საკითხი არსად არ წასულა, ეს საკითხი ძალიან მყარად დგას დღის წესრიგში და ამ საკითხს ჭირდება სერიოზული ყურადღება. ანუ აქ კითხვები არის უამრავი, რასაც ჭირდება პასუხის გაცემა. პირველ რიგში ოვალური კაბინეტიდან, რომ რას ეუბნება ამ ხალხს, ხო? ანუ თავის მოკავშირეებს რას ეუბნება, სადაც საკუთარი სამხედრო ობიექტები აქვს განლაგებული, სადაც სხვათა შორის ირანი მანდედანაც გაყვანას ითხოვს. ხო და ანუ მთელი ეს უზარმაზარი ციკლი არის საკითხებისა, რომელიც არსად არ წავა, სანამ არ იქნება მკაფიო გადაწყვეტილება ამ თემის, ხო? ისევ როგორც ისრაელთან მიმართებით, ასევე სპარსეთის ყურის დანარჩენ ქვეყნებთან მიმართებით, ხო? და ისრაელს თავისი ინტერესი აქვს, ხა ჩვენ მიშასთან რამდენიმე პოდკასტის წინაც ვისაუბრეთ იმ თემაზე, რომ ისრაელს აქვს თავისი ინტერესი მილსადენის გაყვანასთან მიმართებით, ხო? ეს საკითხი სადღაც არის, არ ვამბობ რომ წინა ხაზზე, მაგრამ სადღაც ეს საკითხი დგას და ამაზე ხალხი ფიქრობს იქ. ეს დაამნიშნულოვანია. ისევ როგორც მნიშვნელოვანი არის სირიის საკითხი, ხო? ანუ მთელი ახლო აღმოსავლეთ რეალურად დუღილის ტემპერატურა არის ძალიან მაღალი ახლო აღმოსავლეთში. რაღაც ფითილივით არის. ამ წუთას მოგვარებული არაფერი არ არის. არაფერი არ არის. ანუ ეს არის ღია ჭრილობა, რომელსაც ჭირდება გადაწყვეტა, სერიოზული გადაწყვეტა, რომ რაღაცნაირად მშვიდობამ დაისადგუროს და როგორც პირველ ნაწილში აღვნიშნეთ, საკითხები არ არის გადაწყვეტილი. ყველა საკითხი არის ღია. ბირთვულიდან დაწყებული, პროქსი ძალებით დამთავრებული, მოკავშირეების ჩათვლით და ასე შემდეგ, ასე შემდეგ. აი ეს ძალიან სერიოზული საკითხებია და ამ საკითხებს ექნება ძალიან სერიოზული შედეგები, კონსეკვენცი იქნება ძალიან დიდი. და ამას იგრძნობს ყველა, მათ შორის ჩვენ საქართველოში, ანუ თუ ეს ყველაფერი ეს ჭრილობა თუ დარჩა ესე ღიად, ხო, ეს იქნება კატასტროფა, სრული კატასტროფა. ერთ რაღაცაზე ფიქრობდი და პარემ შეგეკითხებით. გუშინ გაიჟღერა ამ G7-ის შეხვედრაზე ტრამპის წინადადებამ, რომ ის მზადყოფნას გამოთქვამს უკრაინასთან მიმართებით პოზიცია შეცვალოს, ანუ გაზარდოს წნეხი რუსეთზე, იმ შემთხვევაში თუ ევროპა დაეხმარება ირანის საკითხში. ეს რაღაცნაირად ესეთი საინტერესო საგულისხმო განცხადება იყო ჩემთვის, მიუხედავად აი ამ ყველა ტვიტების და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, ანუ ყოველდღიური მოხმარების განცხადებებისა, ეგ უფრო მიანიშნებს გრძელვადიან გათვლებზე და იმაზე, რომ ტრამპს ჭირდება მოკავშირეები, რაც გამოჩნდა, რომ ევროპის მხრიდან დიდი ენთუზიაზმი არ ყოფილა, ხო, ვიცით ეს ისტორიები, რომ იქ ნატო და ასე შემდეგ და რომ აკრიტიკებდა, რომ მოდი ჩაერთეთ და უსაფრთხოება ერთად უზრუნველყოთ ამბავი. ანუ ეგ თქვენთვის რისი მანიშნებელი არის, როგორ გაიგეთ ეგ ამბავი? ის რომ ევროპელებს ელაპარაკება იმაზე, რომ მე უნდა დამეხმაროთ, მე დამჭირდება თქვენ, ანუ ქვეტექსტი ხო ეს არის, რომ მას ჭირდება დახმარება, ანუ მას არაფერი არ დაუსრულებია ჯერ, ესაც აი მაგას მიანიშნებს ჩემი აზრით, რომ ხო, რაღაც ესე გამოიყურება, რომ მე გამიჭირდა, მე მჭირდება თქვენი დახმარება, რაც არ უნდა გლანძღოთ და მოდი ჩაერთეთ ამ ამბავში. პატარა კომენტარს გავაკეთებ. შესაძლოა, რა თქმა უნდა, და დაუბრუნდები საუბრის დასაწყის, როდესაც საუბრობდით იმაზე, რომ ყველაფერი შესაძლოა არ იყოს სწორად დაგეგმილი, სწორად გათვლილი, მიუხედავად იმისა, რომ ორი ქვეყნის ერთობლივი ძალიან წარმატებული ოპერაციები იყო და ანუ ანუ ირანმა ვერაფერი ვერ გააკეთა სამხედრო თვალსაზრისით, თუ არ ჩავთვლით, რომ მოკავშირეებს დაუშვა რაკეტები, ხო? არა, გემები გააჩერა 48 საწვაო მზიდი დაეჯახა ერთმანეთს, ერთი F-35 გადასატანი საზენიტო დანადგარით დაზიანდა, მაგრამ დაჯდა, ანუ მოკავშირე ისრაელს და შეერთებულ შტატებს. ერთი პილოტო ჩამოაგდეს და არაფერი, ხო? არაფერი სერიოზული არ ყოფილა იქ რა. და რაც შეეხება ამ დახმარების თხოვნას და ასე შემდეგ, რა თქმა უნდა, ეს მნიშვნელოვანი საკითხი არის, მაგრამ ყველაზე მთავარი ამბავი, რის თქმაც მინდოდა, არის ის, რომ თუ გახსოვთ მაშინ, როდესაც დაიწყო საბრძოლო მოქმედებები, ზუსტად მაშინ ვსაუბრობდით რამდენიმე სცენარზე.
ან დაახლოებით 7 სცენარი გქონდა მაშინ ჩამონათვალში და ამ 7 სცენარიდან რა თქმა უნდა იყო განხილული ისეთებიც როგორიც იყო მაგალითად ერაყის ვარიანტი, როგორიც იყო მე სირიის ვარიანტი, ანუ ასე შემდეგ. და ვამბობდით მაშინაც იმას, რომ ეგრეთ წოდებული boots on the ground, ანუ სახმელეთო ოპერაციის დაწყება ირანის ტერიტორიაზე იყო აბსურდი და რა თქმა უნდა კი იყო ეს ჩამონათვალში, მაგრამ განხილული როგორც ერთ-ერთი აბსურდული ქმედება. ანუ შორს სინამდვილეში ეს 7 პუნქტი არსად არ წასულა, ეს 7 პუნქტი ისევ დღის წესრიგშია და თუ კი შევხედავთ შენ პოზიციას მაგალითად იმასთან მიმართებით რომ შესაძლოა არსებობდეს გეგმა B რაღაცა, მაშინ ყველაზე ლოგიკური ეგ არის რომ უნდა დაუშვათ რომ რაღაცა კონკრეტული საკითხების დამუშავება აქტიურ ფაზაში შესაძლოა იყოს. შესაძლოა, ანუ მე მაინც მივდივარ იმ აზრზე, რომ ხელსაყრელი დროა, უბრალოდ ლოგიკურად რომ შევხედოთ, ირანის რეჟიმი ახლა დასუსტებულია. ხო ფაქტია ეს, შიდა დაპირისპირებებიც არის, 1-2 შრე ლიდერების განადგურებული არის და რაც არ უნდა თქვან რომ ეს შედეგს არ იძლევა, ბლოკადამ მათ სერიოზულად დაარტყა ფინანსური თვალსაზრისით. თუ ახლა შესაძლებლობას მიცემენ რომ თანხები განიბლოკოს და სანქციები მოიხსნას ეს რაც ყოველ შემთხვევაში ერთდღიანი და ორდღიანი პერსპექტივა არ არის, ხო? მოკლედ ფინანსურად პრობლემები აქვს, პოლიტიკურად პრობლემები აქვს, შიგნით ყველაზე სუსტი არის ახლა. მე თუ მკითხავ, თუ ბუნებაში არსებობს გეგმა იმის რომ იქ შიდა პროცესები დაიწყოს და მოუწოდონ ხალხს ისევ ქუჩაში გამოსვლისთვის, სწორედ ახლა არის ყველაზე ხელსაყრელი პერიოდი, ვიდრე სულს მოითქვამს, ასე ვთქვათ, უხეშად რომ ვთქვათ. ამასობაში პრინცი სად არის? ხო, აი ამას ვამბობ, ანუ სხვათა შორის ეგ კონტინგენტი, ვინც ძალიან დიდი მხარდამჭერების არმია ყავს და ძალიან ერთ-ერთი გამოკვეთილი ფიგურაა, ხო? და მათ შორის ისრაელის მხარდაჭერაც აქვს ამ კაცს, ხო, ასე რეზა ფეჰლევის მიშა ხო არ მეშლება. და დადის ეს კაცი შეხვედრებს მართავს, ევროპელ ლიდერებს ხვდება, იქ ზელენსკი შეხვდა, იქ ვიღაცებს შეხვდება, ან ხან პარიზშია, ხან ლონდონშია და ასე შემდეგ. მაგრამ ასე დონალდ ტრამპი ამბობს, რომ არა აქვს ქარიზმა და ხო, ნუ დონალდ ტრამპი ერთი არას ამბობს, მაგრამ მეორეა, რომ თუ ბუნებაში არსებობს გეგმა, რაზეც თანხმდებით, რომ მათ შორის ისრაელის ინტერესი არის საბოლოო ჯამში, რომ იქ რეჟიმი შეიცვალოს, ანუ თანხმდებით, რომ boots on the ground არ იქნება, ხო? შეუძლებელია ხა ამხელა ირანში რაღაც არმია შევიდეს და იქ რაღაცა რეჟიმი შეცვალოს ესე. შეზღუდულ ოპერაციაზეც კი კუნძულზე რომ ჩამოსხდნენ ან რაღაცა ამაზეც კი გავიცნობთ იმას, რომ ირანელები თვითონ ბუნები ძალიან პატრიოტები არიან. ხო, და ეხა გარეშე მტერი შემოვიდა და შიგნით რას ამბობს, რაც არ უნდა წინააღმდეგობები. აუცილებლად წინააღმდეგებიან ამ ამბავს. მაგრამ ხო, პრინცი სად არის? კითხვა ეგ არის. ისა კითხვა ეგ იყო გიორგის. ნახე, მე ვუყურებ ხოლმე მაგათ მხარდამჭერების პოსტებს და ეგეთი მოცემულობა არის ახლა, რომ სტენდბაიზე არიან. ანუ მოლოდინის რეჟიმში არიან და ამბობენ იმას, რომ მოდი დაველოდოთ პოლიტიკურ პროცესს და მოდი დაველოდოთ იმ კაც ნათქვამი აქვს, რომ მოვა დღე, როდესაც მე თქვენ მოგიწოდებთ, როდეს უნდა გამოხვიდეთ ქუჩაში და მოვა დღე, როდესაც მე ჩამოვალ პირადად და როდესაც პირველივე ქალაქი ბჭყალებში გათავისუფლდება, მე იქ თქვენ გვერდით ვიქნები. ანუ ეს არის მისი დაპირება, რომელიც უკან არ წაუღია, მაგრამ ყველა ჯერზე ამბობს, რომ ყველა სიცოცხლე მნიშვნელოვანია, მოდით დაველოდოთ. ფაქტია, რომ ხო, ეხლა ვერ გადაახტებიან ისინი ამ პროცესებს, რაც მიმდინარეობს, მაგრამ თუ ანუ კიდევ მეორებ, თუ ისრაელი მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ მარტო უნდა იმოქმედოს და რაღაც ნაბიჯები უნდა გადადგას, თუ ტრამპი ამ პროცესიდან გაიწევა და თუ გამოჩნდება, რომ თანდათან საქმე მიდის იქით, რომ ახლა ამ გადაწყვეტილებებით ირანის რეჟიმი ისე უნდა გაძლიერდეს და რეაბილიტირდეს, თუ ბუნებაში ეგ გეგმა არსებობს, მაშინ ახლა არის მაგის დრო, რომ ვიდრე ეგ მოხდება, ეგ უნდა გამოიყენონ. ანუ ეს ლოგიკურად ესე ლაგდება ჩემთვის. ფაქტი ერთია, რომ ისრაელი დაუყოვნებლივ ლიბანიდან ვერ გამოვა, ეს არის ფაქტი და ისრაელს აქვს თავისი მიზნები, რომელიც დღის წესრიგში არსად წასულა, ხო? ანუ დღის წესრიგში და ეს მიზნები უნდა შეასრულოს. ჰეზბოლა, ჰამასი, ეს პროქსი ძალები რაღაცები და რა თქმა უნდა, ეხა ეს ბირთვული პროგრამა, ხო, ირანის. მიშა,
გითხარი რამდენიმე სიტყვით კიდე შიდა პოლიტიკურ თემაზე, ზუსტად მაგაზე ვსაუბრობდით, რომ არჩევნები ახლოვდება, მაგრამ მიუხედავად ამისა, ბიბის ოპოზიცია როგორ უყურებს ზოგადად ამ პროცესს და როგორ უყურებს ირანის ბირთვულ პროგრამას, ჰეზბოლას, ჰამასს და ნუ ასე შემდეგ. არის თუ არა ეროვნულ დონეზე ეს საკითხები იწვევს თუ არა ეროვნულ დონეზე უთანხმოებას. არსებობს თუ არა აი ამ საკითხების ნუსხაში რაღაცა ისეთი, რომელიც პოლიტიკურ პარტიებში იწვევს უთანხმოებას. ისრაელის პოლიტიკურ ფრონტზე ნეთანიაჰუს რადიკალური ოპოზიციაც კი, როგორებიც არიან ყოფილი პრემიერ-მინისტრი ნაფტალი ბენეტი, გადი აიზენკოტი და გენშტაბის ყოფილი ლიდერი, ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი და ასე შემდეგ თავდაცვის მინისტრები, ნეთანიაჰუს რადიკალური ოპოზიცია არიან ისინი, მაგრამ თან ხდებიან ერთ რაღაცაში, ყველა ოპოზიციური ფლანგი და ნეთანიაჰუსგან ერთადერთ რამეს ითხოვს, რომ ამერიკასთან მოკავშირეებული კავშირი კარგია, მაგრამ თუ ისრაელის საფრთხეები არ არის განეიტრალებული, მეგობრობის თამაში ამერიკასთან ჩვენ არაფერს არ გვაძლევს და ეს ნეთანიაჰუს ახლა ნეთანიაჰუ თუ ამ შეთანხმებას ესე დათანხმდა და ასე შემდეგ აი დონალდ ტრამპის მოთხოვნები გაითვალისწინა, დიდი ალბათობით ის არჩევნებს წააგებს გამომდინარე იქიდან, რომ ისრაელში მე ვერ ნახე ადამიანი, რომელიც ფიქრობს, რომ დონალდ ტრამპმა აი ამ შეთანხმებით რაიმე კარგი გაუკეთა ისრაელს. პირიქით, მაღალი თანამდებობის პირები, ოპოზიციონერები, რომლებიც ხვალდაზე შეიძლება ისრაელის პრემიერები გახდნენ, პირდაპირ ამბობენ, რომ ტრამპმა ჩვენ გვიღალა. ანუ ადამიანები, რომელსაც აქვს პრეტენზია და აქვს შანსი, რესურსი, ყოველ შემთხვევაში არჩევნებამდე მაღალი დაბალი შანსი არ აქვს, მაგრამ მათ აქვს პრეტენზია, რომ ისინი უნდა იყვნენ ისრაელის მომავალი პრემიერ-მინისტრები და ისინი ამბობენ, რომ დონალდ ტრამპმა გვიღალა და ასეთი რადიკალური დამოკიდებულება არის ამ შეთანხმებასთან დაკავშირებით. შესაბამისად ნეთანიაჰუ ჩიხშია, ხო? ანუ ვერ დაიხევს ამ სიტუაციაში. შესაბამისად ნეთანიაჰუ ჩიხშია, შესაბამისად ისრაელის ჩვენ ძვირფასი დრო რომ არ დავგვარებოთ, შემდეგ უფრო გვექნება ძალიან აქტიური ზაფხული, არის ისრაელის პოლიტიკურად იწაბება სიტუაცია და შემოდგომაზე არჩევნები არის. ნეთანიაჰუს აქვს შესაძლებლობა რომ შეინარჩუნოს უმრავლესობა, შეკრას უმრავლესობა მოდოს 60+ მანდატი და შექმნას კოალიცია რამდენიმე პარტიასთან. მათ შორის იმ პარტიებთან, რომლებიც ნეთანიაჰუს დღეს თხოვენ, რომ ახლა იმოქმედე, ანუ გასაგებია, რომ დონალდ ტრამპი ჩვენი მეგობარია და სხვა შორის ერთ-ერთი ახლანდელი ახლა ვინც არის ისრაელის უშიშროების და უსაფრთხოების მინისტრი, ითამარ ბენ-გვირი, რომელსაც სხვა შორის 15 მანდატით შეიძლება შევიდეს და 15 მანდატი ისრაელის პარლამენტში ძალიან გადამწყვეტი არის, ის ითხოვს, რომ დაურეკე დონალდ ტრამპს და უთხარი, რომ მე დამოუკიდებლად ვიმოქმედებ და ეს ითამარ ბენ-გვირი ნეთანიაჰუს ყველაზე ახლო მოკავშირე, ანუ მასთანაც კი იდეური პრობლემები აქვს და ისრაელის ყველა პოლიტიკოსი ახლა თანხმდება, რომ ნეთანიაჰუმა ისრაელის სამხედროებმა ეს ომი მოიგეს, ისრაელის სამხედროებმა დიდი წარმატებას მიაღწიეს ლიბანში, ჰამასთან, ღაზას სექტორში, ლიბანში, მაგრამ ნეთანიაჰუმ პოლიტიკურად წააგო ეს ომი. აი ასე აფასებენ და სხვა შორის თუ ჩვენ მანამდე გვესმოდა, რომ ნეთანიაჰუს მთავარი სათქმელი იყო ისრაელის პრემიერ-მინისტრის, რომ აი ჩვენი მეგობრობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ჩემი მეგობარი ტრამპი და 7 ვიზიტი ქონა არ არის ცოტა, 7 პირდაპირ შეხვედრა ქონა დონალდ ტრამპთან, მას შემდეგ და დონალდ ტრამპი პრეზიდენტი გახდა და ამას მოხვა ის, რომ ბოლო პერიოდში მას ამერიკის შეერთებული შტატები გისეძახის და სხვა შორის აი რამდენიმე დღის წინ ერთ-ერთმა ოპოზიციურმა არხმა გაავრცელა ესეთი სამწუხაროზე დაყრდნობით ინფორმაცია, რომ ნეთანიაჰუს ზარებს ტრამპი აღარ პასუხობს ბოლო პერიოდში, იმიტომ ნეთანიაჰუ ითხოვს, რომ მინიმუმ ის გაიგოს რა წერია და ლიბანთან დაკავშირებით რა წერია ამ შეთანხმებაში და უთხრეს, რომ ამას გაიგებს შემდეგ და ნეთანიაჰუს ერთადერთი მოქალაქეებიც და ოპოზიციური ფლანგიც ედავებიან, რომ ამ მოლაპარაკებების მაგიდასთან ახლა ამერიკა და ირანი კი არ უნდა ისწრეს. უნდა იყოს ამერიკა, ისრაელი და ირანი. ანუ თუ რეალურად კონფლიქტის დასრულებაზე და ომის დასრულებაზე და რეგიონალურ უსაფრთხოებაზე და სიმშვიდეზე ვსაუბრობ, შეუძლებელია ისრაელის გარეშე
რეგიონალურ უსაფრთხოებაზე ისაუბროს ამერიკამ და ირანმა, იმიტომ რომ იგივეა ტრამპი რო შეხვდა პუტინს და იქ რო უკრაინის საკითხი განიხილეს. ანუ მე სულ პარალელებს ვიქავრებ. აი წეგან ბექამ თქვა და აუცილებლად მინდა რომ პატარა თემა შემოვიტანო დონალდ ტრამპის ახალი მოკავშირეები, ახალი მეგობრები. წეგან საუბარი ქონდა და გამოუტოვე, ამიტომ ეს მინდა რომ შემოვიტანო ეს თემა. დონალდ ტრამპს ახლა დაძაბული ურთიერთობა აქვს, აგერ როგორც ჩანს ყველაზე ახლო მეგობარ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან, ასევე სავარაუდოდ ხვალ ზეგ უკვე მწვავე განცხადებები მოყვება სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან, მას შემდეგ რაც თქვა რომ თუმე ბალისტიკური რაკეტები საფრთხეს არავის არ უქმნის და ირანს უნდა ჰქონდეს, მაგრამ ამავე დროს არ დაგვაუწყდეს ძალიან მნიშვნელოვანი განცხადებები, როგორც ჩანს ახლო აღმოსავლეთში დონალდ ტრამპი ახალ მოკავშირეებს, მეგობრებს ეძებს და ასეთი არის სირიის პრეზიდენტი, სახელი არ მინდა დამავიწყდეს, აჰმედ ალ-შარა. აჰმედ ალ-შარა, რომელიც თუ დავაკვირდებით ძალიან დამეგობრდნენ დონალდ ტრამპი და სამჯერ შეხვდა რაც პრეზიდენტი იყო, რაც პრეზიდენტი დაინიშნა, მათ შორის ორჯერ ამერიკის შეერთებულ შტატებში და გვახსოვს როგორ სტუმართმოყვარე იყო ტრამპი მის ვიზიტით დროს თეთრ სახლში ოვალურ კაბინეტში. და აქედან გამომდინარე ცოტა ხნის წინ დონალდ ტრამპმა განაცხადა, როგორც ჩანს, დონალდ ტრამპს აქვს პლან B და მხოლოდ ისრაელს არ აქვს პლან B. დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ თუ ისრაელს არ შეუძლია რეგიონში ლიბანში არსებული კონფლიქტის მოგვარება ძალის და სამხედრო ჩარევის გარეშე, ეს შეუძლია გააკეთოს სირიას და ლიბანში არსებული საფრთხების განეიტრალებაში სირიას შეუძლია მნიშვნელოვანი როლი შესრულება. ეს არ არის მხოლოდ უბრალო განცხადება, თუ ჩავთვლით იმას, რომ თუ ხოლმე ცოტა ესეთი შეშფოთება სწორი იყო გიორგი, მართლა ღმერთო დიდებული, როგორ შეუძლია სირიას თურმე ჰეზბოლა ლიბანში გაანეიტრალოს. ნუ ბაშარის მამას რა ურთიერთობაც ჰქონდა იქ და როგორც აკეთებდნენ და ახლა ლიბანი როგორ პროქსითაც იქცა, სწორედ იმპერიოდში იქცა და ეგ დაახლოებით ეგ იგივეა რომ მელასაკათმეში შეუშვა. დაახლოებით იგივე თემა, მაგრამ დონალდ ტრამპის ეს განცხადება არ არის ის განცხადება, რომელსაც შეგვიძლია რომ წავუყუროთ და არ მივაქციოთ ყურადღება. შეიძლება ეს არ იყოს ძალიან მნიშვნელოვანი, მაგრამ მთავარი ფაქტი აქ რაც არის, რომ ამით დონალდ ტრამპმა აჩვენა, რომ ის მოკავშირეებს ეძებს, იმიტომ რომ თუ ისრაელს ეუბნება, რომ თუ შენ არ გამოხვალ, მაშინ აი ჰეზბოლასთან, შენი მთავარი მოკავშირე ჰეზბოლას წინააღმდეგ ლიბანში იქნება სირია. ანუ ნახე, ერთი ეგ. მეორე ის რომ თურმე შესაძლოა ირანს კონდეს ბალისტიკური რაკეტები და მესამე შეგახსენებთ, დღეს არ გვიხსენებია ტრამპის ერთ-ერთი გზავნილი რომ კაცო, სიხისტეზე რო ლაპარაკობდა, აი გავიგეთ რომ შეიძლება იქ ვიღაც ტერორისტი მოკლა, მაგრამ არ არის აუცილებელი ამისთვის მთელი კორპუსი გაანადგურო პირობითად ლიბანში, იმიტომ რომ იქ ყველა ჰეზბოლა არ არის. ხო გახსოვთ ეს განცხადება 2 დღის წინანდელია თუ 3 დღის წინანდელი. ანუ მთლიანობაში ეს ყველაფერი ჩემთვის ნიშნავს იმას, რომ მან იცის რა თქმა უნდა ისრაელის გეგმები და პოზიცია, რომ ისინი არ აპირებენ რაღაც დათმობას და ცდილობს რომ ნეთანიაჰუ გაწნეხოს. აი ეგაც საინტერესო იყო რა, რომ იქ ყველა ჰეზბოლა არ არის, ანუ ეს ხო ქვეტექსტი რა იყო ამის, რომ შენ ვიღაცები მოკალი იქ სადაც არ უნდა მოგეკლა და შენ მისიებს ბევრი სისხლი ახლავს თან და მე შემიძლია ეს თემა აგიფეთქო. ხო, ეს ხო ფაქტობრივად პოლიტიკური დარტყმა არის, ხო? ანუ ეთამაშება ასე ვთქვათ, თან ზარებს არ პასუხობს და ცდილობს ამით რომ რაღაცნაირად აშანტაჟებს, ესე შეგვიძლია ვთქვათ, ამ ყველაფრით ნეთანიაჰუს. აშანტაჟებს ისრაელს, მაგრამ ნეთანიაჰუც არ არის გულში პოლიტიკაში მოსული და შესაბამისად აღმოჩნდა, რომ იმ მშვიდობის საბჭოს შეთანხმებაზე, რომლითაც დონალდ ტრამპმა დაიწყო, რომ პრეზიდენტი გავხდება. თუმე ანულირება შეუძლია. ღაზა ანულირება არ შეუძლია, ანულირება მთლად ასე მარტივად არ მოხდება, ფაქტობრივად უბრალოდ ის ადამიანები, რომლებიც მაგალითად დონალდ ამ შეთანხმებით შეიძლება თქვას, რომ ჰამასის ყველა ლიდერი სარგებლობს დიპლომატიური ხელშეუხებლობით და ისინი დატოვებენ ღაზას სექტორს, მაგრამ ისრაელს შეუძლია, რომ არ გაითვალისწინოს ეს და როგორც კატარში სასტუმროში მოახერხა მათი ლიკვიდაცია, ნებისმიერ ქვეყანაში დაიწყოს ჰამასის ლიდერების დევნა, რაც კონფლიქტს გააღვივებს და რითაც ზოგადად ჩამოიშლება ეს სამშვიდობო საბჭოს შეთანხმება.
აქედან გამომდინარე აღმოჩნდა რომ თურმე ნეთანიაჰუმ ხელი იძე მოაწერა ამ შეთანხმებას რომ დაავიწყდა მთავრობის წევრებთან შეთანხმება. სრულიად შემთხვევით, ხო? ორივე მხარეს აქვს პლან B როგორც ჩანს. კარგი, მოდი ესე ვქნათ, მიშასგან აქვე ავიღოთ პირობა, რომ შეძლებს დაგვარად შემოგვიერთდება ხოლმე, იმიტომ რომ მთელი ზაფხული წინ არის, წელს განსაკუთრებით ცხელი ზაფხული გვექნება. ახლო აღმოსავლეთი ერთია და უკრაინა მეორეა. დღეს ძალიან მინდოდა რომ უკრაინაზეც გვესაუბრა, მაგრამ სამწუხაროდ 1 საათს უკვე გადავწდით და მოდი რადგან მთლიანად მივეძღვენით ახლო აღმოსავლეთს, ჩავხუროთ დღეს დღევანდელი ეპიზოდი ასე. მიშა შემდეგ ჯერზეც იმედი გვაქვს რომ შემოგვიერთდება და აბა ვნახოთ მნიშვნელოვანი კვირა იქნება წინ და ზუსტად ერთ კვირაში ჩვენც დავბრუნდებით და ამ თემებს ისევ გავშლით უკვე ახალ რეალობაში, იმიტომ რომ კაცმა არ იცის ერთი კვირის მერე რა სურათი გვექნება. შეიძლება დღეს რასაც ვლაპარაკობთ აბსოლუტურად ამოყირავდეს. ეს ახასიათებს თანამედროვე რეალობას. იმიტომ რომ 25, 26, 27 თებერვალს დონალდ ტრამპი ასევე მოლაპარაკების განცხადებებს აკეთებდა ჟენევაში, როცა მიმდინარეობდა მოლაპარაკებები და 28-ში გავახილეთ თვალე და თურმე მთლად აიათოლა ალი ხამენეის ლიკვიდაცია მოახერხა. ამიტომ ერთია რას ამბობს ტრამპი. ხო, არ უნდა ჩავთვალოთ, არ უნდა დავტოვოთ ყურადღების მიღმა, თუმცა ხანდახან მისი განცხადებები პირდაპირ გაგებითაც არ უნდა გავიგოთ ხოლმე. ანუ ეგეთი მიდგომა არსებობს, ეს ჩემი მოგონილი არ არის. რაც მართლა მინდა, გულით მინდა, ეს არის მშვიდობა ამ რეგიონში, განსაკუთრებით ახლო აღმოსავლეთში, იმიტომ რომ ახლო აღმოსავლეთი იმსახურებს განვითარებას, ცივილიზაციის აკვანი იყო და ჭირდება მას განვითარება, მშვიდი ცხოვრება და ყველაფერი საუკეთესო. სამწუხაროდ ჩვენ ვხედავთ აბსოლუტურად საპირისპიროს დანგრეულია იქაურობა და ეს ომი, ეს საშინელება გრძელდება. ნუ ჩვენ გვიდევს პულსი ხელზე და შემოგთავაზებთ. აუცილებლად. დიდი მადლობა რომ გვიყურებდით. თუ ამ დრომდე ჩვენთან იყავით და თვალს გვადევნებდით, დალაიქეთ ვიდეო თუ არ დაგილაიქებიათ, თუ გამოგრჩათ, ასე ვთქვათ, აქამდე. იმეც ვიტოვებ რომ მოგწონთ ჩვენი პროექტი, თუ ასეა მხარი დაგვიჭირეთ, გაუზიარეთ ინფორმაციას ხვებსაც და უგზავნეთ ლინკები, გამოიწერეთ არხი და დაელოდეთ შემდეგ ჩვენს ეპიზოდს. ზუსტად ერთ კვირაში დაგიბრუნდებით მთავარი გეოპოლიტიკური ამბების მიმოხილვით. იმედია მიშაც იქნება ჩვენთან ერთად და კიდევ ჩვენი ფორმატი ხომ მოგეხსენებათ როგორია. ვცდილობთ რომ მთელი გლობალზე ვართ, ასე ვთქვათ და იქით ევროპაში ჩვენი მეგობრები, ასევე შეერთებულ შტატებში ვნახოთ როგორ იქნება შემდეგ ჯერზე რა შემადგენლობით ვიქნებით. დიდი მადლობა ყურადღებისთვის და დაგემშვიდობებით. შეხვედრამდე.